ღმერთი, რომელიც ყოვლის შემოქმედია, სრული ღმერთია, ცხოველთა სადგომში იბადება, იღლება, შია, წყურია, წინასასიკვდილო განცდები აქვს. უცებ წარმოედგინეთ თქვენი თავი, ღვთის უკიდურესი გამდაბლების სიდიადის წინაშე, შეურაცხყოფილი, დაწყლულებული, სიკვდილის პირამდე მისული ადამიანის წინაშე, რომელიც თავის მკვლელებს სიყვარულით უყურებს და ისეა დაუძლურებული, რომ საცაა გარდაიცვლება და შენ ხედავ ამას და იცი, რომ გალაქტიკების შემოქმედია ის, ვინც ასე დღეშია. როგორ ფიქრობ, ჩვენი გული ამას როგორ გაუძლებს? ადამიანს შეუძლია ღმერთს გაუძლოს. ქრისტე რო ღმერთი ამას გაუძლოს, ჩვენ საუბრობ და ვერც საუბრობთ, გამოვხატავ და ვერც გამოვხატავ. აი ეს ყველაფერი, იმიტომ გახდა საჭირო, რომ შენ ღმერთი უნდა გახდე. შენ ნაირი არსება რომ მიიღო, სად არის ახლა მარჯვენით მამისა? და მისი იმპერატიული ნება კიდე რა არის, რომ შენც ასევე მის მარჯვნივ იმყოფებოდე.